სალამი ქართველებო. ხედავთ როგორი ხელისუფლების ხელშია ქართველები. 35 წელს ითვლის. 35 წელს ითვლის ესეთი ძარცვა ქართველების. ღარიბაშვილის სახლში და ლილუაშვილის სახლში გვითხრეს ამოღებულია 7 მილიონამდე. დანარჩენი საწავიდა. დანარჩენი ვინც ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს და ვინც გასცა ამ ყველაფრის ბრძანება, ის ჩაიდებს ჯიბეში. ეს დაახლოებით იგივეა, რაც გააკეთა 2003 წელს სააკაშვილმა. ედუარდის ბინძური მინისტრთა კაბინეტიდან იყო სააკაშვილი და როცა ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ზუსტად ასე. თუ ქონდა ვინმეს 20 მილიონი სიტყვაზე მოპარული, ბიუჯეტში შეიტანა 2. 18 საწავიდა. კარგად ვიცით, აქ 1-2 მწერს ახლა მიშაო. ბიჭო, კეზერაშვილმა 5 მილიარდი გაიტანა. გოროზია მილიონებში ხდება, უტვინო და მიშას აღარ მოუპარია? ვისა ესეთი ხალხია ხელისუფალს რო ყრნის. ვიღაცამ წერს ახლა კიდე ახლა და ერთი დაუბლოკე. ანუ კეზერაშვილმა 5 მილიარდი მოიპარა. გოროზია მილიონები შოვა, ვანომერაბიშვილმა მილიონები შოვა და მიშა იდგა და უყურებდა. ესეთი ტუტუცი ხარ, ვიღაცა ხარ და ან დებილი ხარ, ხო? შენისთანა ტუტუცები სააკაშვილმა რო ფული არ მოიპარაო, რო იძახის. შენისთანა ტუტუცები ახლა ამ წუთში იძახიან, რომ ღარიბაშვილს ჩაუდესო. ზუსტად იგივე ხალხი, ვინც სააკაშვილზე იძახის, რომ ფული არ მოუპარიაო, ზუსტად იგივე არარაობა და ტუტუცი მოქალაქე იძახის ამ წუთში ღარიბაშვილზე, რომ ჩაუდეს ფულიო. და ზუსტად ასეთმა ტუტუცმა და უგუნურმა სუბიექტურმა ადამიანებმა დაღუპა საქართველო და წაახალისა ყველა ხელისუფალი, მათ შორის სააკაშვილი, რომ ფული ეპარა. და როგორ ფული არ უპარიაო, კიდე იქ ნაცების გასაგონად მინდა ვთქვა, შეკაი ადამიანო ფულის ამოღების პროცესში გახდა გოჩაფარულავა პროკურორი მილიონერი. ანუ პროკურორი, რომელსაც დაავალეს ფულის ამოღება, მერე საქმეების ჩაფარცხვა, ის პროკურორი გახდა ამოღების პროცესში მილიონერი და ეს მეუნება ვიღაცა ლეჩი, დებილი, ბატი, არარაობა, სხვა სიტყვა არ შეიძლება თქვენ ადამიანმა გიწოდოთ. რომ თითქოს და სააკაშვილს არაფერი არ უშოვია. ასე იძახის, დღეს შეხედეთ, თქვენი სტანა ვერ ხედავთ თქვენ თავს ნაცებში და კოცებში, ერთმანეთში ხო ხედავთ ერთმანეთს. წერს ხალხი ვერ ხედავ ღარიბაშვილს ფული ჩაუდესო. მაშინ რატო არ გჯერა ეგა? ის თუ არ გჯერა, რომ სააკაშვილმა მილიონები მოიპარა, მაშინ რატო არ იჯერებ? აგერ წერენ შენისთანა რეგვენი მოქალაქეები ღარიბაშვილს ფული ჩაუდესო. ხედავთ თქვენ ნაცი და კოცი რადონის რეგვენი ხართ ორივე, რადონის არარაობა ხარ და რადონის დამღუპ, თქვენ დაღუპეთ სინამდვილეში ქვეყანა. თქვენ წაახალისეთ ღარიბაშვილიც, თქვენი სტანა ხალხმა წაახალისა ღარიბაშვილი ფული რო ეპარა. თქვენი ბრალია ხალხო ეს ყველაფერი. ვინც წაშს უკრავდით ყველა ხელისუფალს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი ხელფასის გამო, საკუთარი გროშების გამო, თქვენ წაახალისეთ. თქვენ წაახალისეთ ხელისუფალი ყველა. თქვენ გახადეთ, ესე გეტყვით, რახან აფანატებთ ამ ხალხზე, თქვენ გახადეთ სააკაშვილი კრიმინალი. თქვენ გახადეთ ღარიბაშვილი კრიმინალი. თქვენი სტანა ხალხმა, ჩემმა მეზობელმა რომ ითხრა, ჭიანჭველაზე არ დამიბიჯებია ფეხიო, ჯერ რეგვენო. ვის უკრავ ტაშს? ანუ ქვეყნის მოღალატეს, ხალხის გამყიდვას ტაშს უკრავ, ეს არ არის? ეს არ არის ბოროტება? ჭიანჭველაზე ფეხი არ დამიბიჯებიაო. და ტრაქში უძრება ღარიბაშვილის ხელისუფალს. ტრაქში უძრებოდა ღარიბაშვილის მოყვანილ ჯანაშიას.
ეს არ არის ღალატი? ეს არ არის ჭიანჭველაზე ფეხის დაბიჯება? იგივეს გეტყვი შენ ნაცის მონა ვიღაცამ წერს აქ აითესი აქიდან ზედო დაგბლოკავ. ერთი დაუბლოკე ტროლი იყო ვიცოდი და უყურებდა კაიხანი მოძღვრე და მე ასხა დღეს ვერ მოითმინა. ზუსტად ასე რასაც ივანიშვილი აკეთებს დღეს ზუსტად ასე ჩაპარსა სააგაშვილმა ედუარდის ჩინოვნიკები 20 მილიონი თუ გონდა მოპარული 2 შეიტანა ბიუჯეტი 18-ს წავიდა. აგერა ფრიდონინჯია ცოცხალი რამდენი წაართვა და წარსნეულიდან ბიუჯეტში რამდენი შეიტანა კითხე ერთი. უდლიგინებს აგენას ეს ნაცი ახლა ვიღაც დებილი. ნაცი და გოცი არის ორივე დებილი. პატარა დიდები შენზრეულები არიან. პატარები ხართ დებილები თქვენ ხელფასის მონებო თქვენ დაღუპეთ ქვეყანა. აი ამიტომ ქართველი კაცი ევროპაში უნიტას რო ხეხავს. აი ამიტომ ხეხავს ქართველი კაცი და ქართველი ქალი და საქართველოს მოქალაქე ევროპაში უნიტას. თქვენისთანა ნაძირლები რო არიან ქოცები და ნაცების ტაშის დამრგველებო. თქვენ 1000 ლარის გამო ხალხის გამყიდვლებო, მეზობლის, ნათესავის გამყიდვლებო. ზუსტად იგივე სკემით ჩაპარსა სააგაშვილმა ხალხი. ზუსტად თვითონ არ იყო ედუარდის მინისტრთა კაბინეტში რა იყო თვითონ ახლა რო თქვა რომ ბიზინა ანგელოზიაო არ იცოდა რაც ხდებოდა ბიზინა არ იცოდა ივანიშვილმა რაც ხდებოდა ახლა უფრო იოლია მოსაღებია ფული ქურდის ხონებულია მიშამ არ იცოდა ედუარდი რა იყო ტრახში რო უძრებოდა და მიშვილს თავის შვილს ედუარდის სახელი რო დაარქვა რომ კარგად რო შეძრომოდა უკანალში არ იცოდა თვითონ არ იყო კორუმპირებული მინისტრი თვითონ არ იყო კორუმპირებული მინისტრი სააგაშვილი ვიღაცამ წერს გაბერილი ნაცი გააჯვით აქიდან ჩემი Facebook-იდან გააჯვით მინდა თქვენგან ადამიანი გამოვიყვანო მაგრამ არ გამოვა მონისგან ადამიანი არ გამოვა თქვენ ძაღლიშვილებო თქვენ ეზერაშვილს აშოვია 5 მილიარდი გოროზია მილიონებში ხშობა და თვითონ არაფერი არ უშოვია სააგაშვილს არა ხედავთ რა დებილის აზროვნება გაქვთ ან როგორ იდებილებთ თავს ეგ ისეთი ახლა ღარიბაშვილზე რო წერენ ჩაუდესო მე რატო არ ჩამიდეთ თქვენი დედამოწყალ ცარიელი მაქვს სახლი ეგერ ცარიელი აგურებია ოთახების მეტი და დააწყვეთ თითოთილო მილიონი ყველა ოთახში მე რატო არ ჩამიდეთ ჩემეზობელს რატო არ ჩაუდეთ გაჭირებულ ქართველებს რატო არ ჩაუდეთ ზორო გამახსენდა ფილმი ზორო ზოდები ბიჭო ოქროს ზოდები ხალხნო და ერი არის ტუალეტის ხოცავი ახლა გოგო წამოვიყვანე და ტუალეტებს ხეხაო თქვენ უნამუსოებო ყველამ ედუარდიდან მოყოლებული დღემდე თქვენ ჩათლახებო და აქ ვიღაცამ წერს აქ Facebook-ზე მიშისტი ხარ ანუ ბიზნესისტი ხარ ანუ მიშისტი ხარ და ბოლოს ედუარდისტი ხარ და ბოლოს პროჭი ხარ პატარა ხარ არარაობა ხარ აი გითხალ ხნო აი ეს რისი ბრალია ღარიბაშვილს უწერდა ხალხი აქ უწერდა ხალხი ღარიბაშვილს შეინისტარა პრემიერი ვისყავსო დღეს როგორ გამოხვალ ქუჩაში შედედა მოტყნულო მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის ხალხო როგორ გამოხვალ ქუჩაში რა თქვენ წაახალისეთ ყველა ხელისუფალი რო ეპარა აი ბავშვების მშობლებმა წაახალისა მარტვილის მერი არასრულწლოვანი ბავშვები რომ მიუყვანეს და მიყვარხარ მერო და ყოველ გულში მეყოლები და სულ მეყვარები და სულ მეიმედები აი როგორმა ხალხმა გარყნა სინამდვილეში ხელისუფალმა აი როგორმა ხალხმა დაგვამთავრა აი ესეთმა ხალხმა დაამთავრა ქართველი ზუსტად ასეთმა ხალხმა ნაცის და ქოცის რიგითმა მომხრემ გაგხადა ქართველი ერი ტრაკის მხოცავი ესეთმა ხალხმა გაგხადა ქართველი ერი რიგითმა ამომრჩეველმა რიგითმა ლაქიამ ქოცისა და ნაცის გაგხადა ქართველი ერი უნიტაზის მყოცავი 35 წლის გოგო ორი შვილის დედა
ჩამოუსვი ახლა და უნიტაზებს ხეხაო სასტუმროშიო. თქვენ წარმოგიდგენიათ რა საშავებთ და ჩემი მეზობელი მომوارდა მე ზაფხულში და თურმე ჭიანჭველაზე არ დაუბიჯებია ფეხი. ხო იცით ის ცნობილი ვიდეო? კაცი რომელიც ყველა უზნეო მთავრობას პირდაპირ გაგებით უძრებოდა, ულოკავდა. თურმე ჭიანჭველაზე არ დაუბიჯებია ფეხი. და სინამდვილეში ასეთმა ხალხმა, ასეთმა არარაობებმა, რომელიც ყველაფრისთვის მზადაა საკუთარი ხელფასის გამო, მინიმალური ხელფასის გამო მზად არის, რომ ტაში დაუკრას ყველა კრიმინალ ხელისუფალს. ეს ხალხია. ეს 9 მილიონი ქართველია. ამ 9 მილიონმა ქართველმა საჯარო სამსახურში დასაქმებულმა დაგვაყენა ქართველები იმ გზაზე, რაზედაც ვადგავართ დღეს. 2 მილიონი 9 ქართველი ვიღაცის ტრაქს ხოცავს და უნიტას წმინდავს. გესმით ხალხო, ეს არის ჩვენი პრობლემა, ეს არის ჩვენი უბედურება. ეს არის ჩვენ რამაც დაგვუპა. უთაომოყვარეო 9 მილიონმა ქართველმა მოგვიყვანა ამ დღემდე 4 მილიონი. ეს საჯარო მე იმიტომ ვაგინებ ამ ხალხს. იმიტოა მე ამ ხალხს რომ მე ხომ ვიცი სადო მუშაობდი. მე ხო ვიცი ხალხო. მე ხო ვიცი სადო მუშაობდი ბოდიში და ყველა ლოკავდა ერთ ადგილს. ყველა პოლიციელი. იყო რა არაფერი ჩაულებრივი ლაქია. წარმოგიდგენიათ სამართალდამცავი ლაქია? წარმოგიდგენია სამართალდამცავი სამსახურის დაკარგვის შიშით ყველაფერზე თვალს რო ხუჭავს? მე რა უნდა მოვთხოვო? მერიაში დასაქმებულ ვიგინდარას, არქიტექტორს, ეკონომისტს, ბუღალტერს, პედაგოგს რა უნდა მოვთხოვო, როცა პოლიციელი არის ლაქია, ჩვეულებრივი ლაქია. აი ამან მოგვიყვანა აქამდე. ეს ხალხი 35 წელია საკუთარი ელემენტარულის გამო ტაშს უკრავს. ვის? ხო ნახეთ არა? ხო ნახეთ ღარიბაშვილი, ხო ნახეთ ხალხო, რამდენი ნაცნობი მყავს Facebook-ზე რომ ღარიბაშვილს ამ ხელა სტატია დაუწერა, ამ სიგრძე სტატია დაუწერა, შენისტანა პრემიერიო. შენისტანა პრემიერ რა სიტყვებს წერდნენ ხალხო, იცით? ახლა რა უყოთ ამ ხალხს? ახლა რა უყო ამ მეზობელს, რომელიც ღარიბაშვილზე ასეთ სასწაულებს წერდა? მე ხო შევყავდი შეცდომაში. მე ხომ ღალატობდა. და რის გამო? 1000 ლარის ხელფასის გამო? ასე როგორ უნდა დაეცი ადამიანი, რომ 1000 ლარი ხელფასის გამო მეზობელი ნათესავი, სამშობლო, საკუთარი შვილის მომავალი გაწირო ყველაფერი. მაგრამ ყუფარია რო ჩამოაგდო, იმიდან რა ქვია, ეტლიდან, ყუფარია, ხო ამბობს, მამაჩემი შვილი ვარ მეო. აი ამის იმედი აქვს. ასეთ ადამიანებს მათი შვილის მისნაირი ყუფარია იქნება და დიახ ბატონებო, ყველა ხელისუფალს დასჭირდება 9 მილიონი გარეწარი ქართველი, რო იპაროს. ეს არის ამ ხალხის ბრალი. მე ღარიბაშვილს არ დავადანაშაულებ. მე სააკაშვილს ვერ დავადანაშაულებ. არავის არ დავადანაშაულებ, ძმაო. წარმოიდგინე ადამიანს ზოდები მიქონდა სახში. წარმოიდგინე ადამიანს ფული მიქონდა რითი, კაცო? საბარგულით ეზიდება ფულს მაშინ როცა ერთი პატარა 5 კაპიკიანი ცელოფანი ვერ აგვიფსია ქართველებს და შვილისთვის ვერ მიგვიტანია შოკოლადი. საბარგულით ფულს ეზიდებოდა პრემიერ-მინისტრი. და აი ამ ადამიანს ტაშს უკრავდი შენ. და Facebook-ზე უწერდი რას, ჩემო პრემიერო, შენისტანა პრემიერი ვის ეყოლება? ახლა არ გცხვენია ქუჩაში როგორ გაივლი.
მაგრამ არ გცხვენია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი წინასწარ განზრახული ქონდა, გაიგე? იცი რომ ხარ არარაობა და ზუსტად ეს 9 მილიონი ქართველია, რომელიც საქართველოს აუბედურებს და ყველა ხელისუფალს უბიძგებს იპაროს ხალხის ფული, ხალხის ლუკმა. დარწმუნებული ვარ 1000%-ით ბოინგით გასეირნება. ბოინგით გასეირნება დარწმუნებული ვარ ღარიბაშვილს ქონდა გათვლილი რომ რამე ამას თუ არ მოყვებოდა რეაქცია მის თვალს იმდენად არარაობა იყო ქართველი ერი დარწმუნებული ვარ პატარა კომერციულ თვითმფრინავს იყიდი და დააყენებდა რა აი ცნობილი ფეხბურთელები რო არიან მილიონრები აი ესეთ მინიმუმ აი ესეთ ბოინგს იყიდიდა და დააყენებდა რა უბრალოდ აინტერესებდა რეაქცია და დარწმუნებული ვარ ვიღაცა ახლა რომ მიშას აკებს რა ღარიბაშვილს ვინც აკებს დადგება იტყვა და აი რა გიკვირთ მამა ყავთ შეძლებული რა მამა ყავდათ ხალხო ასეთი რა 24 საათიანი რეჟიმში მუშაობდით მთელი ოჯახი და არაფერი არ გქონდა იმის რა გვია ნორმალური ოჯახის მედი დამთავრდა თურმე ყველას მამა აღმოაჩნდა მილიონერი სააკაშვილის ბებია ყოფილა თურმე რესტორნის მოწილე და ასე დაუგროვდა მილიონების ქონება ღარიბაშვილის მამა იყო და ოჯახი ქონია ძლიერი ყველას მერე აღმოგაჩნდებათ ოჯახი და ყველაფერი ეს ყველაზე დიდი უბედურება ისე რომ ამას უბრალო 1000 ლარიანი ნაცი ან კოცი ტაშს უკრავდა და უკრავს და ხა რა გამოვაგონია თქვენ აი ახლაც გვაფურთხებენ სულში ამ საღამოს როგორ კაცო 3 კაციდან რომელიც ეჭმიტანილია 624 მილიონის მოპარვაში 5 მილიონი უნახეს მეტი არა უღარ ახლაც გვატყუებენ ამ წუთშიც გვატყუებენ რა ისე რომ სააკაშვილმა რომ ეს დაუხრიტაო იმას რა ქვია ინჯიასო რომ მოვალო და მე არაფერი ინჯია ბიზნესმენი გამოვიდა რომ მოვიდა სანამ მოვიდოდა დედას უტირებო ინჯიასო მე არაფერი ინჯიას ყველაფერი შერჭა პირიქით ინჯიამ სააკაშვილის ხელში გაათეთრა ინჯია სააკაშვილის ხელში გარდაიქმნა ბიზნესმენად და ვიღაცა დებილი გამოვა და იცი რას მეტყვის სააკაშვილს არ უკადრებს სააკაშვილმა რო იკადრა მაგას ბიჭო მოროშკინა არ იკადრებს მე ვეკითხები იმ არარაობა ნაც გეკითხებით ხალხო ფრიდონ ინჯია სააკაშვილი სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა იყო დასაჭერი კრიმინალი კორუმპირებული და სააკაშვილის ხელში როგორ გახდა ბიზნესმენი სვამ შეკითხვას უბრალოდ იდიოტი ნაცისტვის როგორ კეზერაშვილმა 5 მილიარდი გაიტანა გროზიები მილიონში იხჯობა მილიონებში და მიშას არაფერი ნორმალური ხარ საერთოდ თქვენ გაათამამეთ ასეთმა ხალხმა ვინ ნაც სტაშს უკრავდა თავის ხელფასის გამო ვინ კოც სტაშს უკრავს თავის ხელფასის გამო თქვენ აიძულეთ თქვენ გაათამამეთ თქვენ წაახალისეთ ყველა ხელისუფალი რომ რაც შეიძლება მეტი ეპარა იმიტომ რომ თქვენ ხართ უბრალოდ უთავმოყვარეო უსაქმურები რომელსაც არაფერში იღებთ ყველა საჯარო სამსახურში დასაქმებული 99% არაფერში იღებთ 1500 ლარს და თქვენ მზად ხართ თქვენი ერთი გასიებული უკანალი არ აწიოთ თქვენ მზად ხართ სიცოცხლე ასე ჩააძაღლოთ და ქვეყნის ღალატში თითო პატარა აგური დადოთ თქვენ უნამუსოებო დილით მიეტრევით სამსახურში და გდიხართ გძინავთ ზედ მაგიდაზე არაფერში ფულს იღებთ იმ 1000 ლარს და ამის გამო მზად ხართ ოღონდ ხელი არ გაანძრიოთ ოღონდ არ იშრომოთ და მზად ხართ რომ ყველა პრემიორს 600 მილიონი გაატანოთ და თქვენი თანამოქალაქეები თქვენი ნათესავები 900 იქით მიდის და ვიღაცის უნიტას ხეხავს თქვენ ხართ ყველაფერში დამნაშავე თქვენ პატარა ნაძირლებო იაფფასიანო ნაძირლებო თქვენი ბრალია ყველაფერი ეგ იმიტომ ჩავრთე ახლა აქ რომ ვიღაც ნაცი მწერს მიშას არ მოუპარიაო ვირიშვილო მათხოვარო შე ვირიშვილო ვიღაც აღარ მე რატომ წერ მაგას
მე რატომ წერ მაგას? მე ნახე რამე სუბიექტური ნახე ჩემში რამე? მე რატომ წერ მაგაში? ახვარო. გოროზია მიპარა და მიშა უყურებდა, იპარე, ზაზა. კაი ბიჭი ხარ შენო? მარა თქვენ ხართ. თქვენ იმიტომ თქვენ მიშამ უბრალოდ თქვენ ვერ შეძვერით ივანიშვილის უკანალში. არ დაეტიეთ. გაიგე? თორე თქვენ ახლა ივანიშვილის უკანალში იქნებოდით. ესეთი ნაცი. დღეს ვინც ნაცია, გამწარებული ნაცი როა დღეს. ადგილი არ გეყოთ ივანიშვილის უკანალში. ვერ შეეტიეთ ივანიშვილის უკანალში, თორე თქვენ ახლა ბიზნესტები იქნებოდით. აი გმინდოდა ხალხო მეთქვა რა. ერთი და იგივე სქემაა ზუსტად. 600 მილიონიდან ბიუჯეტში შევა 6 მილიონი, დანარჩენ ჩაიდებს ბიზინა. და გაიყვებენ პროკურატურაში, პროკურორებს ფული უნდა. გოჩაფარულაო როგორ გახდება მილიონერი? მიშამ რო ჩაწველა ედუარდის ჩინოვნიკები, მაშინ გახდა მილიონერი გოჩა ფარულაო. აბა გოჩას კი არ მოუბარი ეს ფული თვითონ. ასე გახადა გოჩაფარულავა მილიონერი პროკურორი სააგაშვილმა. რო ამოქონდათ ფული და ამოქონდა და 20 მილიონი რო ამოიღო გოჩაფარულავის პროკურატურამ და 20 მილიონიდან ბიუჯეტში მარტო 2 შევიდა, გოჩას ამ საკითხზე თვალი უნდა დაეხუჭა. თვალი რომ დაეხუჭა, მისი მისაღები მიიღო გოჩამ და გახდა გოჩა მილიონერი. აბა ახლაც ასე ხდება. რამდენი პროკურორი გახდება, იცი ხა მილიონერი? იმიტომ რომ პროკურორი რო უყურებს იქ ვინც იყო იმ სახში შესული, ამდენი ფული რო ამოვიდა და ხალხმა მარტო 6 მილიონის შესახებ რომ გაიგო, დანარჩენი ხო უნდა წავიდეს გვერდზე, პროკურატურამ ხო უნდა დახუჭოს თვალი, ამოღების ოქმი ხო იწერება გასო, ამოღების ოქმი. ამოღების ოქში რო პატარა ჩაიწერება, ამაში ფული უნდა პროკურატურას. ასე იშოვა გოჩამ ფარულავამ სააგაშვილთან ფული. შე იდიოტო ნაცო. წავედი ხალხო რა. მე კი ვიცი რომ სიცოცხლის ბოლომდე არ ამჩება აქ. მე და ჩემ მეუღლეს ტრაგის ხოცვა, მაგრამ შემეცოდა ახლა ერთი გოგო მეჯდა კიდე აგერ 2 შვილის დედა და უნიტაზებს ხეხავ. ჩემი ხმა რომ მირეკავს რა შვებიო, რას ვიზავო, უნიტაზებს ხეხავ. აი ეგ არის ჩვენი ცხოვრება. აი ეს არის ქართველების ცხოვრება. მე გული არ წდება კაცო, მე მაინც უნდა მეშრომა ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყავი, საქონელი უნდა მყოლო და მარტვილში ვიქნებ. მე ესეთი კაცი ვარ, მე ვიშრომებდი ყველგან და ალალ შევჭამდი, მაგრამ უბრალოდ ქვეყანას და ხალხს ხო დააკლდა რა. ხო დამთავრდა ქვეყანა. დაისვენეთ ახლა. თორე ჩემ თავზე კი არ ვჩივი, მე ბავშვობიდან მოყოლებული, სუდროხავს წველიდი და სუსაქონელი და მეურნეობა, მამაჩემა კაცურად გამზარდა, მამუშავებდა. არავისი დაყვედრებული და დანამადლები არ გინდოდეს შვილო, ჩვენ ასე გავიზარდეთ, მაგრამ ქვეყანა დამთავრდა უბრალოდ, ქვეყანა და ჩემ თავს კი არ ვტირი ვარ კაც. კარგად იღავით ხალხო რა, უყუროთ ახლა სეირს. ბიზნეს ფული ამოაქვს სახელმწიფო რესურსებით. ფული ამოაქვს სახელმწიფო რესურსებით და სათავისოდ ამუშავებს პროკურატურას, არა და ამ პროკურატურას მეუხდი ფულს. აი გარ. ერთადერთი რაც ამი დავასრულებ რა, ერთადერთი რაც სიამოვნებს, აი ეს ხალხი თავაწეული ვერ ივლის, გაიგე? აი ეს ბოდიში თქვენთან ქალები იყურები და აი ეს დედამოტყნული ღარიბაშვილი და მისი ნაბიჭვარი ცოლი ესე არ ივლის, გაიგე? აი ერთადერთი ეს არის რა, მეტი არაფერი, თორე ვიცი რომ აი ახლა აი ამ პროცესში სულში მაფურთხებს ივანიშვილის პროკურატურა და ივანიშვილი. ესეც ვიცი, მაგრამ უბრალოდ რა მიხარია ეს ერთი არარაობა, ესე არ ივლის, გაიგე, გაჯგიმული რა. აი ეს მახარებს, მეტი არა, თუმცა რა გასახარიესაა, მაგრამ ხო არის ადამიანი, რა ვერ დაუმტკიცე, როგორც ჩემ მეზობელს ვერ დაუმტკიცებ ვერაფერს და იჯგიმებოდა ვითომ, მაგრამ ყველა მიცის სოფელში რაც წარმოადგენს, ხო და რაიონში, ხო? ბებერი ტურა, ყველა მასე იცნობს მაგას, მაგრამ იგერ მიშას რო ყავდა დაჭერილი, დადიო და ჩაჯამული რა. აი ესეთი ამბავია ახლა ღარიბაშვილის შემთხვევაში, ხო არაფერი. მე რა 6 მილიონი რაჭემბეღებია. 6 მილიონი მიბრუნდება მე, ანუ ბიუჯეტს. როცა 600 მილიონი აქვს მოპარული მინიმუმ. ეს ერთი кейსია. ერთი პატარა ჯგუფი, ანუ გომელაური, ლილუაშვილი და ღარიბაშვილი.
და ამ 600 მილიონიდან მე დამიბრუნა ბიზინამ, როცა ყველა ჩემია და შენია და საქართველოსია და ქართველი ხალხისაა, ჩაგვიბრუნა 6 მილიონი. როგორ უნდა მიხაროდეს, ხო დებილი ხო არა ვარ. მაგრამ ის მიხარია რა, ეს პიროვნება ვერ იტყვის, რომ მე ისა, всё, არაფერი ხარ უკვე რა. არაფერი არ ხარ უკვე რა. ეგ არის თორე რა სამართალი სად არის აქ? რა სამართალი ეს ქურდის ხონებულია, ეს სულში ჩაფურთხებაა. ჩემი სახელით იჭერ კაცს. სახელმწიფო სახელით, ანუ სახელმწიფო ხალხია, ხო? ჩვენი სახელით იჭერს ივანიშვილი კაცს და თავის საქმეს აკეთებს რა. ეს როგორ უნდა მიხაროდეს, ახლა დებილი კი არა ვარ. რაღაც არ მიხარია, მაგრამ ის მიხარია, რომ აი ეს არაკაცი დამტკიცებულია რა, რა როგორც კოდეჯილაიას დაჭერა გაუხარდა მთელ მარტვილს. დაადიოდა გაჯგიმული, კაროჩე და ყველა ხელისუფალი ხელსაფარებდა, ყველა პოლიციის უფროსი ხელსაფარებდა, დაადიოდა დაჯგიმული და მეზობელი ვერაფერს ვერ ეთყოდა, იმიტომ რომ არიდო მტკიცებულება არ დაადო პოლიციამ რა, მაგრამ გაგვიხარდა ის რომ ამ კაცს თავის სახელი დაერქვა, თორე საქონელი რა დაუბრუნეს ვინმე ეს 35 წელი კაცი გლეხებს ანადგურებდა. ვინმე ზუყიდეს საქონელი, ვინმე ზაუნაზღაურეს ზიანი, იგივე გამოდის. უბრალოდ ვიცი რომ ღარიბაშვილი არის ოფიციალურად ქურდი. თორე რა, სად 600 მილიონი და 6 მილიონი მოაქვს უკან. ეს როგორ უნდა მიხაროდეს? არ მიხარია, მაგრამ უბრალოდ ეს ამ ადამიანს თავის სახელი ქვია, როგორც კოდეჯილაიას მარტვილის რაიონში ის მიხარია. თავის სახელი ქვია და რახანაც მარტვილელები ვახსენე. არ არის გამორიცხული მარტვილის მერს გრიგალავა ფარველობდეს. ეს მინდა ყველა მარტვილელებმა იცოდეს რა. გრიგალავას ფულში უჭირს ახლა. გრიგალავა და კობახიძე არიან ასე. გრიგალავას მამა და კობახიძე. არ გამორიცხოთ, რომ მარტვილის მერის გადარჩენა მას თუ ბორკილები არ დაადეს, იმიტომ რომ ღარიბაშვილთან დაუკაკუნებლად შედიოდა. ეს ხო ხვდებით რას ნიშნავს? მარტვილელების გასაგონად მინდა ვთქვა, გათახსერებული ჯანაშია, რომელმაც მრუშობაც კი იკადრა შიგნით მერიაში. მრუშობაც კიდე ორგიებს აწყობდა იქ კაბინეტში. ღარიბაშვილის დასმულია, ღარიბაშვილთან შედიოდა კარების დაუკაკუნებლად და ის თუ გადარჩა, მას თუ ყველა კორუფცია ეპატია, ამ საქმეში იქნება, ამ ღალატში იქნება ალექსანდრე გრიგალავა. მას ახლა უჭირს ფინანსებში პრობლემა აქვს და არ არის გამორიცხული. არ არის გამორიცხული, გაიმაზოს გრიგალავა და გრიგალავა მუშუამდგომლოდ როგორც შედარებით პატარა ნაბიჭვარი ჯანაშია და ჯანაშია არ დააკავონ. მაგრამ ამ ყველაფერში ლომის წილი ექნება ალექსანდრე გრიგალავას. იმიტომ რომ მას უჭირს მაღუთი არ აქვს ძველებურად და ის ახლა ამაზე წავა. ეს დაიმახსოვრეთ მარტვილელებმა. თუ ჯანაშია გადაურჩა მართლსაჯულებას, თუ ჯანაშია გადაურჩა პროკურატურას, ეს დაიმახსოვრეთ, რომ გრიგალავამ მას მოუგვარა კობახიძესთან. მაგრამ საქმე არ გვარდება საერთოდ, რო იცოდე ბატონო ალექსანდრე, მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ, საქმე არ გვარდება. დანაშაული არ იფარცხება. დანაშაული დანაშაულად რჩება. და არ არსებობს დანაშაული კვალის გარეშე. მაგრამ ამაში ვერ გაიგებ, ამას გრიგალავა ვერ გაიგებს, ამას ვერ ჩაწუდება გრიგალავა, გამორიცხული ეგ ამბავი, რასაც ახლა მე ვამბობ, დანაშაული რო არ არსებობს კვალის გარეშე და საერთოდ დანაშაული არ იფარცხება, ამას ვერ გაიგებს, ამას გაიგებს გოჩა ფარულავა. მაგრამ ეს რო იცის გოჩა ფარულავა, იმიტომ აქვს მილიონები. ეგ მინდოდა ხალხო კიდე მეთქვა რა, ბევრი რამე მავიწყდება რა, მაგრამ ვაგროვებ და ბოლოს მაინც მავიწყდება, ხო არ ჩამოვწერე, ახლა გინ დაუწერე ამ ხალხს, გინ ჩამოუწერე, გინ ლოგინთან გაუგარი. ღარიბაშვილს, მე იმას ივანიშვილს, მერაბიშვილს, გოროზიას, სააკაშვილს, რო უძვრებოდა და უძვრება ის ადამიანი, მაინც ვერაფერს ვერ გაიგებს. მაინც ვერაფერს ვერ გაიგებს. თუ გინდა დილით გაუკარი, ყოველ დილით წაუკითხე ეს მორალი და ასწავლე რა არის სიმართლე და სწორი აზროვნება. მაინც ვერ გაიგებს, ის არის დაბადებული მოდგმით არის ნაძირალა და ნაძირალად არჩება და აი ამ ნაძირალას, აი ამ ნაძირლებს შეეწირა, აი ამ 9 მილიონ ყუფარიას შეეწირა 3 მილიონ 9 ქართველი არის საზღვარგარეთ და თქვენი გოგოები, თქვენი ქალები უნიტაზებს ხეხავენ ევროპაში.
აი მინდოდა მეთქვა და კარგად იყავით. უყუროთ ახლა სეირს ცოტა ხანი და ბიზინა როგორ ამოიღებს ფულებს და ვთვალოთ.